ახლა უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩავთოთ. დავიწყებთ ირაკლი ფავლენიშვილით, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე, საღამოშვიდობის ბატონო ირაკლი. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში დღევანდელ შეხვედრაზე მინდა გითხოთ, სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბეთ, რაზე შეთანხმდით და რა იყო საუბრის მთავარი თემა? ყოველთვის ჩვენი საუბარი შეეხება, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესებს. ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოება არის გაერთიანებული, მხოლოდ პოლიტიკური პარტიები არა, თუმცა ამ საპროტესტო კალმის დაკვეთაც არის, რომ მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში ვიყოთ ერთიანები, კონსოლიდირებულები, გქონდეს საერთო პოზიცია, ჩვენ ერთად ვაწვით ხოლმე თუნდაც ფაქტობრივად ყოველდღიურად მიმდინარე სამართალდარღვევების, უფლებების ადამიანის დარღვევების შესახებ ინფორმაციებს ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის მონაწილეობას ვიღებთ გარკვეულ საპროტესტო მოძრაობებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამიტომაც რა თქმა უნდა ყოველდღურად ჩვენ აი ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ხოლმე და ხვდებით. იცით რა, ჩვენ ველოდებოდა ანონსებული იყო ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოსთვის, რომ წარმოდგენილი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილთან კოორდინირებით მომზადებული დოკუმენტი, სადაც გაიწერებოდა ახალი არჩევნების ჩატარების წესები და პირობები. დღეს ზურაგირჩი ჯაფარიძემ თქვა, რომ სამი სხვადასხვა ვერსია არსებობს ამ არჩევნებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არის გარკვეულწილად აცდენები, აზრთა სხვადასხვა. შეგიძლიათ მითხრათ, რა არის ის საკითხები, რაც თქვა იწვევს უთანხმოებას, აზრთა სხვადასხვაობას, რა სამ ვერსიაზეა საუბარი? არა, ეს პროცედურული დეტალებია, რაზეც ახლა კონკრეტულად სხვათა შორის ყველა პარტიიდან არიან ადამიანები, რომელთაც სხვა დროს აქვს გამოცდილება კონკრეტული ამ საარჩევნო საქმიანობაში იყვნენ ჩართულები, ამიტომაც კარგად იციან სპეციფიკა, თუმცა ეს ფუნდამენტური განსხვავებები არ არის ისეთი, რომელიც შეიძლება ასე ვთქვათ რთულს ხდიდეს, შეუძლებელს კი არა, რთულს რო ხდიდეს მომავალში საერთო ასე ვთქვათ მონახაზის შექმნას, ამიტომაც მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, უბრალოდ ძალიან მუშა პროცესია და რა თქმა უნდა ბუნებრივია რომ შეიძლება გარკვეულ დეტალებზე და ტექნიკურ საკითხებზე იყოს განსხვავებული აზრი, ხო? უბრალოდ ეს ფუნდამენტური განსხვავებები არ არსებობს და ვფიქრობ რომ მალე მოხერხდება საერთო. და როდის იქნება ეს გეგმა ბატონო ირაკლი წარმოდგენილი და თუ ვერ მოხდება თქვა ერთ კონკრეტულ ვერსიაზე შეიძლება რომ რამდენიმე ვერსია წარმოადგინოთ? არა, მე ვფიქრობ რომ კონკრეტულ ვერსიაზე მოხდება შეთანხმება, რაც შეეხება თარიღს ვერ დავასახელებ, უფრო ამ სამუშაო ჯგუფში მყოფ ასე ვთქვათ ადამიანებს, ჩვენი პოლიტიკური ძალებს მათ განვხილავთ ინფორმაციას, მაგრამ მათ მაგივრად ვერ ვიტყვი, მით უმეტეს როცა საუბარი არის ახლა დროის მოკლე პერიოდზე, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ რომ რაღაც ვერც დავაპირებთ ახლა ამ რეჟიმის პირობებში, რომელიც ყოველდღიურად აკავებს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს, არ ვიცი, მსახიობებს, იუმორისტებს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ესეთი რამე საქართველოში არ მომხდარა ყოველდღიურად აკავებენ საზოგადოების რომელიმე ცნობილ თუ არაცნობილ სახეს, ხო? 37 წლის რეპრესიების კოპირებას ახდენს ივანიშვილი, როგორც მაშინ ეუგენი მიქელაძე, არ ვიცი, ცნობილი მათ შორის წამყვანი ბიოლოგები, არ ვიცი, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები, რეჟისორები, არ ვიცი, სანდრო ახმეტელი, ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი იყო რეპრესირებული, დღესაც ასე გახავთ, ხო? ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ნებისმიერ სფეროში არის აი ამ რეპრესიების მხრობელი, ამიტომაც ახლა ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პროცესები ისე გავწევოთ, რომ ვიფიქროთ, რომ აი 2-3 თვეში და 4 თვეში გვექნება პასუხები აი იმ კითხვებზე, რომელსაც თქვენ სვამთ, ამიტომაც უახლოეს მომავალში. ანუ ახალი არჩევნები არის მოთხოვნილი და ამიტომ გეკითხებით, რომ თქვა ამ მოთხოვნის ფონზე, როდესაც ქუჩაში აქციის მონაწილეები ამ მოთხოვნას აჟღერებენ, პოლიტიკოსები და მე უპასუხისგებლო ვიქნებ. უპასუხისგებლო ვიქნებ ხა კონკრეტული თარიღი რო თქვა, როცა ეს თარიღი არ არის ცნობილი. მე ამიტომაც ვამბობ უახლოეს მომავალს, არ ვამბობ რომ 2-4 თვე გაგრძელდება ეს პროცესი. ხა ზუსტად როდის ამას რამდენად არის ჩართული ამ კონსულტაციებში? დიახ, ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ანუ რამდენად გრძელდება მასთან კონსულტაციები? ჩვენ ნახეთ 29 დეკემბრამდე რომ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა მასთან. ახლა გრძელდება ეს პროცესი თუ შეჩერებულია? სალომე ზურაბიშვილი გახავთ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც არა მხოლოდ ქართული ხალხის უდესნაზელი, არამედ მთელი დასავლური სამყარო, დემოკრატიული სამყარო, თავისუფალი სამყარო თulis იმ ადამიანებს, რომელიც წარმოადგენს ქართული ხალხის ინტერესებს და ქართული ხალხის სახელით საუბრობს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან და ამიტომაც რა თქმა უნდა, მისი ჩართულობა ესეთ საკითხებში ყოველთვის მნიშვნელოვანი არის და არის ის ადამიანი ჩართული, ეხლა რაც არ უნდა თუნდაც ნაციონალურ მოძრაობასთან მას ბევრი ძალიან დიდი შეუთანხმებლობა ჰქონდეს და ჩვენი გზები ნამდვილად არ არის ეხლა მით უმეტეს პარტიული კუთხით თუ ვიბრძელებთ, ხო, ერთიანი არასდროს არ ყოფილა, ეხლა ეს არის პოლიტიკური მოცემულობა, რომელსაც ვერავინ ვერ გაიქცევა. ეს ადამიანი გახლავთ პოლიტიკური თანამდებობის პირი დღესაც საერთაშორისო თავისუფალი სამყაროსთვის და საზოგადოებისთვის, რომელსაც ესაუბრებია ქართული ხალხის სახელით. ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ აყაველაშვილთან ან არავინ არ ლაპარაკობს, ხო? ერთადერთი ვისთანაც ლაპარაკის აზრს ხედავენ, იმიტომ რომ ის არის მმართველობის სადავეებში მთლიანად და აბსოლუტურად ყველაფერს გაკარგავს ივანიშვილია და მას ახლა მაკრონი და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები უკავშირდებიან და ცდილობენ დაუკავშირონ და სხვა მხრივ ახლა სხვა ადამიანებთან საუბარს აზრი აღარ აქვს ფაქტობრივად.
მაგრამ აღარაც აქვს, რატომ საუბრობს თავად სალომე ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენის საჭიროებაზე? გაჩნდა კითხვები და ეჭვები, ხომ არ გაუჩნდა მას იმედგაცრუება არსებული ოპოზიციური სპექტრის მიმართ, თუნდაც იმ მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, რომლებიც წარმოვიდა თქვენ შორის. არის ამ კითხვას. მე მის ადგილას ვერ გიპასუხებ. თქვენ რა ახსნა გაქვთ? ვერ გიპასუხებ ნამდვილად არ ვიცი. თქვენ რა ახსნა გაქვთ? რითხსით რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე რამდენად საუბრობს, რომ საჭიროა ახალი ძალების გამოჩენა? მეც მაქვს არ მეც მაინტერესებს კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ადამიანი ვერ ვიწი და წარმოვიდგინე. და არ ქონდათ შესაძლებლობა რომ ეს კითხვა მისთვის დაგესვათ, ხომ შეხვდით რამდენჯერმე? არა, კი, მაგრამ ანუ ეს მკაფიოდ არ უთხოვს არასოდეს და მაგას ვამბობ, რომ კარგი იქნება რომ თქვას ალბათ ხო. ანუ თქვენც გაქვთ კითხვები მასთან დაკავშირებით, ანუ არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს. კითხვები ბუნებრივია, ანუ კითხვები ყოველთვის ჩდება ხოლმე, ეს ძალიან კითხვები არ ჩდება იმ საზოგადოებაში, სადაც ივანიშვილის კერპი შექმნეს და სადაც დედაპარტიასთან ანუ დაპირისპირება ითვლება ღალატად ავტომატურად და თურმე ცემის ღირსიც არის ყველა ვინც დედაპარტიას არ ეთანხმება და უკვე ეს მართლა ბოლშევიკური აზროვნება აღორძინდა დღესდღეობით საქართველოში და ყოველდღურად რომ ადამიანებს სემენ შუა ქუჩაში და მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციონერებს ეს თურმე გამოძახილია იმის რომ ისინი თურმე ნაცები არიან კოლექტიური, რასაც ვისმენთ ხოლმე ოცნების მხრიდან და ამიტომაც მათ შორის განსხვავებული აზრი არ უნდა იყოს და ვერც იქნება, ხო? იმიტომ რომ ისჯება განსხვავებული აზრი ფიზიკური ზალადობით მათ შორის, მაგრამ ხა ჩვენთან დემოკრატიულ ოპოზიციას იმიტომ უწოდებთ ჩვენ თავს რომ ნამდვილად დემოკრატია ასთა სხვადასხვაობა არის და მათ შორის სალომე ზურაბიშვილზე თუ ნებისმიერ სხვა თუნდაც ამ მოცემულობაში პარტნიორზე მე კითხვა მებადება ხოლმე ბუნებრივია. და რამდენად არის ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა, თქვა იმ შეხვედრებზე, რომლებიც იმართება სწორედ მასთან? კი, არის შეხვედრა სხვა კი, რა თქმა უნდა, არის ხოლმე კომუნიკაცია, მე ვერ ვიტყოდი რომ კომუნიკაციის პრობლემა არის. უბრალოდ უფრო კაფიოდ იტყვის ალბათ ეს ადამიანი, როცა უფრო კონკრეტული ხედვა იქნება ამ ახალი პოლიტიკური ძალების. ძალიან ჰიპოთეტიურია ეს საუბარი და მე მგონია ჯერ ნაადრევიც არის. დიახ, ბატონო ირაკლი, ნახეთ, ყოფილი პრეზიდენტის გარდა აი იმ აქციაზე, სადაც ახლა თქვენ გახართ, აი იმ ადამიანებსაც აქვთ ოპოზიციური სპექტრის მიმართ პრეტენზიები და მიუღებლობა. და პირდაპირ თქვენ ამიტომ ხართ პასიურ როლში, შეიძლება ითქვას, აქციაზე ხართ მხოლოდ მონაწილეება და იქ არ არის პოლიტიკური სცენა, არ ხართ ლიდერები ამ აქციაზე, არ გამოდიხართ სიტყვით, რატომ, რამ შექმნა, რა მოცემულობებმა შექმნა აი ასეთ, რა ფაქტორებმა შექმნა ასეთი მოცემულობა? რატომ აქვთ, თქვათ, მიუღებლობა აქციის მონაწილეთა, თქვათ, ნაწილს თქვენ მიმართ? ყველას არ გულისხმობ, ბუნებრივია. ნაწილზე მაქვს საუბარი. ყველას ვერ სიგულისხმებთ, ორი რამე შემიძლია თქვა, ძალიან აქტიურად ვარ ჩართულები და მათ შორის ნაციონალურ მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის სამი ძალიან აქტიური და მაგარი წევრი დააკავეს რამდენიმე დღის წინ აქციაზე და ყოველდღიურად ფაქტობრივად როცა ხდება ხოლმე დაკავების სერია ნაციონალურ მოძრაობის წევრებსაც აკავებენ და ძალიან აქტიურად ვარ ჩართულები პროცესში, პასიურები ნამდვილად არ ვარ. რაც შეეხება იმას თუ რატო არ ვართ, ახლა პოლიტიკური სცენა რატო არ არის და ასე შემდგომ, ამას აქვს ერთი ძალიან კონკრეტული მიზეზი. ეს არის სახალხოობა ამ პროტესტის. ეს პროტესტი იმდენად სახალხოა და ეროვნულია თუ მიუღებლობა არსებობს ამ საზოგადოებაში და სამწუხაროდ ძიზღს და სიძულვილს თესავენ. უკვე ეს არის ივანიშვილის და მისი ბანდის მიმართ. ახლა როცა საუბრობენ ეს ადამიანი, ხო, თვითონ უკვე უწევთ საუბარი იმაზე, რომ აი ქუჩაში ვერ დავდივართო, უკვე ეს გაგვივლია წესიერად. ამას ვინმე ორკესტრებულად კი არ აკეთებს, მათ წინამდე დაცვებით თვითონ დადიან და რავი, ყველანაირი კომფორტის თუ უსაფრთხოების პირობები თვითონ აქვს შექმნილი. უბრალოდ უცხოეთშიც რატო არის, აეროპორტებში რატო ხდება იმ ხალხს ვინმე მართლა კი არ აფინანსებს. გარშემო გაიხედეთ ხალხო, მე მაქვს ურთიერთობა ოცნების ზოგიერთ ისეთ მომხრესთან, რომელთანაც ყოველდღიური ურთიერთობა აღარ მაქვს, გასაგები მიზეზების გამო შეიძლება, მაგრამ როცა ხდებიან ხოლმე თუნდაც გასვენებაში შემხდა ბოლოში რამდენიმე მათგანი პირდაპირ საუბრობდნენ, რომ ძალიან რთულია ჩვენთვის ცხოვრება და მე ამ ადამიანებს აუხსენი, რომ ეს განწყობა ვინმეს მიერ ორკესტრირებული, ან უცხო ძალის მართული, ან ოპოზიციის მართული კი არ არის. სიამოვნებაში მიუღებლობის პრობლემა აქვს ქოცებს. რატომ? იმიტომ რომ როდესაც დიქტატურას ამყარებ, როდესაც თვეების მანძილზე ასეულობით ადამიანს აწამებ, იმ ასეულობით ადამიანს, რომელსაც აწამებ, თავპირს ულეწავ და პატიოსან მოქალაქეებს, ვინმე მოძალადეებს კი არა. მე მინდა შეგახსენოთ, ეს არიან ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა ადგილებში, აქვს კანონის უზენაესობის შეგრძნება, უპრეცედენტო სამოქალაქო სოლიდარობის გზნობა და ამ ხალხს როცა აკავებს, გაკავებული რო არის, ტყვე რო ჩაგივარდეს, ოკუპანტი რო ჩაგივარდეს, ის არ უნდა აწამო და იმას არ უნდა მოგცე ესე და ნამდვილად ოქროს ფონდს ქართველების აწამებენ, აყენებენ შეურაცხყოფას, პირში აფურთხებდნენ და თავპირს ულტრავდნენ და იმ ხალხს ნათესავები ყავს, მეგობრები ყავს. ესე კი არ ჩაივლეს, კაცო, 90-იან წლებში რო ქონდათ ადამიანებს წლების მანძილზე ინტეგრირების საზოგადოებაში და დამღაროადეთ დღემდე ვინც ხუნტის დანაშაულებებში მონაწილეობა მიიღო თუნდაც და მიტინგები დახვრიტა. რატომ იყო ასე? იმიტომ რომ ამ ხალხმა ჩაიდინა დანაშაულები, რომელიც შეეხო ოჯახებს. და საქართველოში ამ სოციუმში არ იმალება ასეთი დანაშაულები და პრობლემა გაქვთ ხალხო იმის გამო, რომ ძალადობთ. იმიტომ რომ
რომ მხოლოდ რობოკოპებს ამოეფარეთ, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია აღარ გაქვს. ლეგიტიმური რომ ხელისუფლება არ არის, პრობლემა რაშია, იცით, არჩევნები რო გაყავდა რჩას რუსთაველზე, აი საარჩევნო დარღვევებზე რო საუბრობენ, მეტი რა გამოჩენა გინდათ, ხალხი ესეთი მასობრივი პროტესტი არ ყოფილა, ყველა გაიფიცა, ესეთი გაფიცვა არ მოხდა რა, პროტესტის სამშობლოდ არის ვიღაცისთვის ქცეული საქართველო და ესეთი პროტესტი, ესეთი ხალხმრავალი, ესეთი ყოველდღიური, ყველა ფენა რო იყო შართული არ არსებულა, რატომ? იმიტომ რომ ხალხო შეეხეთ ყველაზე წმინდას თავისუფლებას არწევთ ქართულ ხალხს. რა გლობალურ ომის პარტიებს და რა მეორე ფრონტებზე რა არჩევნები ახსენეთ. ხალხს არწევთ თავისუფლებას, გინდათ რომ ივანიშვილმა დააჩმოროს ყველა და ჩაიგდოს ხელში და არ გამოვა ჩვენ გიორგი აწუხელიძემ, იმიტომ არ მოიდრიკა ქედი და მათ შორის ჯიული შარტავამ და სხვადასხვა დროს იმიტომ ყავდა გმირები რომ თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვრა და არა ბიზნეს ბოსტანში გვეცხოვრა და ამიტომაც თავსაც შევწირავ და ვინმეს თუ მიუღებლობა აქვს ქართულ საზოგადოებაში მიუღებლობა აქვს ერთადერთი კაცი და მე ახლა ჩემი პირადი მაგალითს რომ მოვიყავ ძალიან ისე მინდა მაგრამ ესე ერთადერთი შემთხვევა როდესაც მქონდა რაღაც კონკრეტული პრობლემა იყო ის როდესაც მომვარდნენ ტიტუშკები მოგვიქციეს ჩვენ ახალგაზრდებს გულში ჩვენ პრობლემა კი არ გვაქვს ამ ხალხს დაუდივართ ქუჩაში ეს ჩვეულებრივად პრობლემა თქვენ გაქვთ იმის გამო რომ ამ ძალადობას მიმართავთ ბატონო ირაკლი არჩევნები ახსენეთ და აუცილებლად მინდა გითხოთ პროკურატურამ წინასწარი შუალედური დასკვნა წარმოადგინა რომლის მიხედვით გამოძიება ვერ მიაწოდეს კონკრეტული მტკიცებულებები რომელთა დაყრდნობითაც დადასტურდებოდა ერთი ამორჩევლის მიერ განმეორებით თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა იქ საუბარია თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა რა საგამოძიებო ექსპერიმენტები მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მაგრამ მე მინდა გითხოთ ასევე სახალხო დამცველის განცხადებაზე ამან არის წაგიკითხავთ მისი დღევანდელი კომენტარიდან ყველა პარტიას ჩვენ პირადად დავუკავშირდით ჩემი მოადგილეები ურეკავდნენ და ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია არავინ მოგვაწოდა ცნობები თქვა გქონდათ მაშინ რატომ არ დაწერეს 3000 უბანზე 11-ზე მეტი საჩივარი გაყალბების შესახებ თუ გქონდათ იქ არ იყვნენ მთელი დღის განმავლობაში ბევრი დეტალია რომელიც ასე მარტივად არ არის რომ ყველაფერი დაიჯერო ეს არის ომბუდსმენის განცხადება დიახ არა ისეთ რა ხალხო მე მარტივ რაღაცას ვამბობ ჩვენ ახლა საუბრობთ იმ ქვეყანაზე სადაც უბრალოდ ქვეყანაში არიან ზონდერები ხელისუფლებაში რომლებიც პარლამენტარებიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი დასრულებული ან ფიზიკურად ძალადობენ ან იმუქრებიან ძალადობით. რომელ ლეგიტიმაციაზე მოვიდები? კონსტიტუციური პრინციპი გადაგვახიას თავზე. რუსულ კანონზე რო ლაპარაკობდა ჩემი წინან გამოსული მომესმა. ეს ყველაფერი წარსული ნაბიჯები იყო, თუნდაც არჩევნების მიტაცება და არჩევნების გაუქმება ამ ქვეყანაში. ეხა საერთოდ სხვა პოლიტიკური რეალობაა. აი ამ რაღაც ფსევდო-დემოკრატიულ საზოგადოებაზე რო საუბრობ თითქოს და პროკურატურაში რამეს აზრებს და რა საერთაშორისო ექსპერტები. არავინ არ აღიარებს ამ ხელისუფლებას, რა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე მესაუბრებით, თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყანას არ აღიარების პოლიტიკა აქვს ოფიციალურად დაანონსებული ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიმართ და სანქციონირებული არის ყველა შტო, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო და ეხლა რომელ რაღაც დემოკრატიაზე, ომბუდსმენზე, არაფერზე გავზე არ საუბარია. აქ საუბარი არის არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე, რომელთა არარსებობაზე მიგითითებთ სახალხო დამცველიც ასეთ შემთხვევაში. სახალხო დამცველი არ არის ამ ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი სანდოობა. ეს ადამიანი კარგად არის უკვე ყველა ინსტიტუტი რო არის მიტაცებული, როცა საუბრობთ, მათ შორის სახალხო დამცველის ინსტიტუცია არის მიტაცებული. ეუთო და ოდირი, მათ შორის აირაი, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას ჰქონდა მკვეთრად გამოგატული ნეგატიური შეფასება. რატომ? იმიტომ რომ იყო დარღვეული გამჭირვალობას იყო დარღვეული საყოველთაო ანუ მარტივად რო ვთქვა ხო ძალიან ასე ვთქვა თავარი პრინციპი ფარულობა იყო კენჭისყრე ფარული უნდა ყოფილიყო და არ იყო ფარული ხო ეხლა რა იქ ვინც დავესარეთ ამას არ ჭირდება რამე საგამოძიებო თუნდაც გამოძიებაც რო ჩატარდა იქაც გამოჩნდა მაგრამ საგამოძიებო მოქმედებების არ ჭირდება იმის დადგენას რომ მარტივი იყო გაგეგო თან მით უმეტეს ოფიციალურად კამერები აღმოჩნდა სადღაც 20%-ზე მეტში რომელიც უკანონოდ იყო დამონტაჟებული საარჩევნო უბნების და ნუ ხე რადარღვევების ხდება ხოლმე და ყველა სუსი რო ატარებს არჩევნებს ეს ხო ყველამ კარგად აქვს დაგვეყალაში და ათასობით ადამიანს პირადობა და პასპორტი წაართვეს და ყველაფერს რო თავი დავანებოთ კაცო ლეგიტიმური ხელისუფლება როგორ არის ლეგიტიმური ქუჩაში ვართ და ათეულობით დღეა ქუჩაში ვიმყოფებით და ქოცი სამხრეთ საძებარია მართლა არ არის ანუ ტიტუშკების გარდა ქოცები ვერ ბატონო ირაკლი ეს რა მოცემულობა როდესაც ტიტუშკები თუ არის საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი არ ვიცი დიახ აი არა რაღაც ხარჯაჭერა შეხვდეთ მაგრამ ეს არიან ადამიანები რომლებსაც პროპაგანდით არიან სამწუხარო დაბრუნებულები მაგრამ კრიტიკულად ძალიან მცირე არის მათი ნაწილი მე ამას ვამბობ და ეხლა არჩევნების გაყალბება იყო პრობლემა და სერიოზული საკითხი მაშინ, როდესაც სხვა ანუ მაშინ, როდესაც კონკრეტულად არჩევნები ჩატარდა. ეხლა უკვე იმდენად ყველაფერი უკანონოა რა ქვეყანაში და ანუ არჩევნების გაყალბების თემა აღარ არის აქტუალური, ეს რომ დავაკონკრეტოთ. გაყალბება არ გაყალბების სქემა აქტუალური. ანუ ჯერესერთი არჩევნების ლეგიტიმაცია არ ცნობს საერთაშორისო საზოგადოებამ. ერთადერთი მოულოცა ვენესუელა, იმიტომ რომ
არის ქართულთ მოძულე რეჟიმი და საქართველოში რაც ცუდი ხდება, ყველაფერი აწყობთ, იმიტომ რომ არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ამ ხალხმა მოულოცა მეზობლებმა, იმიტომ რომ პოლიტიკური დიპლომატიური ეტიკეტია, რომ მეზობელს ულოცავ, რაც არ უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში არჩევნების გზით, იმიტომ რომ სხვა მხრივ ეხლა ძალიან რთული და ეს გასაგებია კიდევ, მაგრამ ეხლა სხვა ესე თქვა დასავლური სამყაროს წევრმა ქვეყნებმა რეალურად დასავლურმა ინსტიტუციებმა არ მიიღეს. ბატონო ირაკლი, როგორ ახსნით იმ მოცემულობას? ვისაუბრეთ და ეხლა მუდმივად როდესაც ყოველდღიურად ქვეყანაში ხალხს აწამებენ უკანონოდ და იჭერენ, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური კურსი შეიცვალა და ყავს სანქციონირებული ხელისუფლება, ხა არჩევნების გაყალბების მეთოდებზე საუბარი არის, ახლა ანაბრების დაბრუნებაზე რო დავიწყო საუბარი, იგივე ბატონო ირაკლი, როგორ ხსნით იმ მოცემულობას, რომ საზოგადოების ნაწილი, მათ შორის საპროტესტო აქციაზე მდგომი მოქალაქეების ნაწილი ითხოვს და საკუთარ დაკვეთად აცხადებს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის საჭიროებას ოპოზიციურ სპექტრში. ეს არის თუ არა ეს გზავნილი თქვენთვის დამაფიქრებელი? არ ვარ მე წინააღმდეგი გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის წინააღმდეგი მე საერთოდ არ გახლავართ. ანუ პირიქით მივესალმები, თუ იქნება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება ანტისაოკუპაციო განწყობილების მქონე, არ იქნება კრემლიდან მართული, მივესალმები ნამდვილად და ამ საპროტესტო ტალღის წიაღში თუ შეიძლება რაიმე პარტია დაფუძდეს და ჩაისახოს, ნამდვილად იქნება ანტისაოკუპაციო ხასიათის მატარებელი. და ბოლოს ახალი არჩევნების რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, აქვს ძალიან მტკიცე იდენტობა და მას ეს პრობლემა არ გააჩნია, ყავს 100,000-ობით ხარდაჭერი, ერთგული და მიუხედავად უპრეცედენტო რეპრესიების ამ ქვეყნის კი არა, რეგიონის ისტორიაში, როდესაც ჩვენ პარტიის დამხმარებლები დაწყებული, აქტივისტები დასრულებული, ყველა დაპატიმრებული იყო, სხვა ბრალდებები, სხვა დროს გაქცეული იყო ქვეყნიდან, დაყადაღებული ჰქონდათ ანგარიშები. ეხლა ამის შემდგომ ჩვენ იდენტობის პრობლემა არ გვაქვს. ეხლა იდენტობის პრობლემა რომ მქონდეს, კიდევ შეიძლება რაღაცა მეთქვა და მეფიქრა, მაგრამ ეხლა იდენტობის პრობლემა ჩვენ ნაკლებად გვაქვს ყველაზე. ამიტომაც, რავი, თუ სხვა კონკურენტი, პარტნიორი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება, მივესალმები. და ბოლოს ახალი არჩევნების მიღწევა რა გზებით გესახებათ ხელისუფლების რიტორიკის და განცხადებების ფონზე? ამ ხელისუფლებას შეუძლებელია ჩაატარებინო დემოკრატიული არჩევნები. აი ხა კაცმა რო თქვას, რომ ჩამოვიდეს პუტინი და ჩავაბაროთ რაღაცა სამართლიანი წესებით იუსტიციის სამინისტრო. აი ესეთი რაღაცაა დაახლოებით, ხო, ადამიანი რომელთანაც შეუთავსებელი არის რაღაცა, ხო? აი როგორ შეიძლება ხა არ ვიცი, თუნდაც რომელიმე ცნობილი ავტორიტარი რო გავიხსენოთ, რომ სამართლიან წესებზე რო შეუთანხმდე, რომელიმე ინსტიტუცია მართოს დემოკრატიულად და თავისუფლად. მაინც იქ სადღაც ისევ თავის დიქტატურას მოაწყობს, ხო? იგივე არის ამ ხალხს, ხა ივანიშვილს ჩაატარებინო დემოკრატიული არჩევნები არის შეუძლებელი, ხალხო. შეუძლებელია, ამიტომაც საქმე გვაქვს სისტემის დემონტაჟის, ასე ვთქვათ, აუცილებლობასთან. უნდა მოხდეს ამ სისტემის დემონტაჟი და როცა ამ სისტემის დემონტაჟი მოხდება, შემდგომში ნამდვილად ჩატარდება თავისუფალი არჩევნები იმ სცენარით, რომელზედაც შეთანხმდება ოპოზიცია და დემოკრატიული ოპოზიცია. და ეს ოპოზიციური შეთანხმება არ იქნება მხოლოდ ოპოზიციური შეთანხმება, მათ შორის ქალბატონ სამოძრაობიშვილიც იქნება ჩართული სამოქალაქო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები ნახავენ ამის შემდგომ, რომ უკვე ეს შეთანხმება არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთანაც და მათ შორის საერთაშორისო სამართალთანაც. გმადლობთ. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.